გრაციოზულად მოდის 19 წლის მოდელი გვანცა. ნახოთ როგორ ხვასფლობს ასეთი გარეგნობა. ჯაფარიძეები მესტიაში ძალიან ბევრი ვართ, ყველაზე დიდი გვარია. ძალიან ვამაყობ იმით, რომ სვანი ვარ. ეს სვანეთია, კუთხე, რომლიდანაც ვარ მე. ყოველ ზაფხულს ჩამოვდივარ აქ დასასვენებლად, მართლა ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის დადგება დასვენების დღეები, რომ აქ ჩამოვიდე. ყველანი ჩვენი ბიძაშვილები ვიკრიბებთ ხოლმე ჩვენს სახლში, რომელიც ბაბუაჩემის სახელობის ქუჩაზე მდებარეობს, გივი ჯაფარიძის ქუჩაზე, ნომერ 2-ში. ძალიან მიყვარხარ სვანება და მიშგულ ათახს გაიშვანარს. ბავშვობიდან მღერი, ოღონდ სერიოზულად რაღაც 4 წელია რაც დავიწყე. ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტიკაც ძალიან მომწონს ეს განხრა. ასევე მოდელიც ვარ. უკვე 4 წელი იქნება. გამოცდილებაც მაქვს, ჩვენებებშიც, ბევრ ჩვენებაში ვარ გამოსული, რეკლამებშიც, კლიპშიც. ჩემი და შეხვდა შემთხვევით ქუჩაში იმ ბიჭს და თავის საცოლეს. და ნუ გააცნოს ჩემი საცოლე, ეს და ესე გადავწყვიტეთ, რომ 2 კვირაში ვქორწინდებით. ძალიან ხშირად ვფიქრობ მასზე. და მწყდება ძალიან გული. მენატრება. ძალიან მინდა რომ ამ პროექტში ვნახოს და თავის რაღაცა სულელურ შეცდომას მიხვდეს და გული დასწყდეს. მინდა მოხვდე სტეფანესთან და მაიასთან, რადგან ვთვლი რომ ისინი ძალიან განსხვავებულები, არაორდინალურები არიან და ფიქრობ რომ თავიანთ გუნდში ყველაფერს ჩადაბენ და ბოლო დონეზე დაიხარჯებიან იმისთვის რომ შედეგიანი იყოს. რა თქმა უნდა ეს კონკურსი პირველ რიგში ძალიან დიდ გამოცდილებას შემცენს და ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ რაღაც ახალია. საქართველოში ეს პროექტი ჯერჯერობით არ გაკეთებულა. Filme, video, agamido, tens gogo, tens ak khotas uqora. Ra samaqebi ese. აი რა კარგი გოგო ყოფილა. ეს ბრძოლა იყო რა. ჩაჭიდება იყო რაღაცა. ნამდვილად არ დააკლო არაფერი. არ მომერიდება რომ გითხრა რომ არ გიხდება. არ გიხდება. არ გიხდება, ეს შეგონია და არ არის სწორი, იმიტომ რომ სხვა სიმღერით რომ მოსულიყავი. просто ძალიან ლამაზი. მოეშვი ქრისტონს. შემდეგში მოეშვი ქრისტონს. please. მოდი, ჩემი კრასავიცა. ყველაზე მაგარი, ხოიცი მოი.
ინერვიულა და იგი ყველა მეტი არაფერი. აცი უკეთესი იქნება ყველაფერი. ყველაფერი გაქვს წინ, დამიჯერე. ჩაისვარა სულ ყველა რომ დაგინახეს როგორ გამოიყურები. იმიტომ რომ შესაძლებელი იყო რომ მე სიმღერა რო მე მაკინაღა აი ცოტა დაატყდა კინაღამ დააჭირა, მაგრამ გვანცამ პროექტი დატოვა. ყველამ ვინც ვერ გადავიდა შემდეგ ტურში, გული დაწყვიტა მაყურებელსაც და მწვრთნელებსაც. ისინი კი არ დამარცხებულან, არამედ გახდნენ გრანდიოზული შოუს. ახალი ხმის მონაწილენი, აი ეს კი მთავარია.